მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო. გვაქვს მორიგი აუდიტის ჯგუფის ხდომა. ტრადიციულად ვინც პირველად ესწრება მინდა მოკლედ უთხრა რომ ჩვენ ვიხილავთ სახელმწიფო აუდიტის მიერ განხილულ და წარმოდგენილ ყველა ანგარიშს, არც ერთი არ დარჩენილა, რის გამოც ვითვლებით წარმატებული და მაქსიმალური შეფასება მივიღეთ ევროკავშირიდან. დღეს ჩვენ გვაქვს ორი საკითხი. ეს საკითხებია სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების მიერ 2021-22 წლებში განხორციელებული საფინანსო ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში. პერიოდი მოიცავს 21-22 წლებს, როგორც მოგახსენეთ, გაიცა 9 რეკომენდაცია. და მეორე საკითხია მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური მონაცემების ადრეული გაფრთხილებისათვის გამოყენების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში. პერიოდი მოიცავს 22-23 წლებს, აქ გაიცა 1 რეკომენდაცია. რომ გაგვიადიოდეს მუშაობა, მოგახსენებთ ვინ ესწრება ხდომას. სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან ქალბატონი სოფიო დვალიშვილი, გენერალური აუდიტორის მოადგილე, ბატონი თორნიკე შერმადინი, ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი, ბატონი გიორგი კეკელიშვილი, საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი, მაკა ჭიხ ბატონო აგერებზანდება მაკა ჭიხორია მთავარი აუდიტორი, პაპუნა ხოფერია წამყვანი აუდიტორი, სოფიო გეგიაშვილი უფროსი აუდიტორ ასისტენტი, გიორგი სულაძე უფროსი აუდიტორ ასისტენტი და ქალბატონი ლიზი ცივაძე აუდიტორი. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებიდან ბატონი დავით კაჭარავა, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატიდან ბატონი ლევან ხირსიაშვილი, აპარატის უფროსი, ბატონი ლევან ქარუმიძე, აპარატის უფროსის მოადგილე, არ არის ლევანი ხორესო და ქალბატონი რუსუდან კახიშვილი, კრიზისული ვითარების მართვის ეროვნული ცენტრის დირექტორი. შეგახსენებთ, პირდაპირ ეთერში გადაეცემა მუშაობის სისტემა არის შემდეგნაირი, რომ ჯერ გამოდის აუდიტის სამსახური მოგვახსენებს თავის მოსაზრებებს, შემდეგ სამინისტროები და უწყებები, ვისაც ეხება. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ის რეკომენდაციები, რომელიც გაიცა, ეთანხმებით თუ არა და რა მდგომარეობაში ეხლა შესრულების მიმდინარეობის კუთხით. ეხლა გადავიდეთ განხილვაზე. ქალბატონო სოფიო, თუ გაქვთ რაიმე? არა, ბატონ პატარფერი, მოგესალმებით. პრეზენტაციას წარმოგიდგენთ გიორგი კეკელიშვილი, დავიწყებთ სახელმწიფო რწმუნებულების ანგარიშით. პრეზენტაციაში გამოტანილი გვაქვს ძირითადად ის მიგნებები, რომლებზეც გაიცა რეკომენდაციები და ამაზე გავაკეთებთ აქცენტირებას. მადლობა. თხოვთ ბატონო გიორგი. მადლობა. მოგესალმებით. წარმოგიდგენთ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების მიერ 2021-2022 წლებში განხორციელებული საფინანსო ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ამიგნებებს და რეკომენდაციებს. აუდიტის ობიექტს წარმოადგენდნენ სახელმწიფო რწმუნებულის ყველა ადმინისტრაცია. შესწავლის საგანი იყო 2021-2022 წლებში განხორციელებული საფინანსო ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან. გადავიდეთ უშუალოდ მიგნებებზე. პირველი მიგნება უკავშირდება სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების ანგარიშვალდებულების ნაკლოვანებებს. 2021 წლიდან რეგიონების განვითარების სტრატეგია აღარ განახლებულა, რაც უარყოფით გავლენას ახდენს რეგიონების პოტენციალის სრულად ათვისებასა და არსებული გამოწვევების გადაჭრაზე. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებს მთავრობის მიერ არ განესაზღვრათ სამოქმედო გეგმებისა და შემდგომ შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშების შედგენის ვალდებულება, სადაც ასახული იქნებოდა წლის განმავლობაში დაგეგმილი და განხორციელებული საქმიანობები და სხვადასხვა აქტივობები. აქედან გამომდინარე, მთავრობა მოკლებული იყო შესაძლებლობას შეეფასებინა საქართველოს ტერიტორიაზე ადმინისტრაციების საქმიანობის შედეგები. შემდეგი მიგნება არის ზედმეტად დარიცხულ და ანაზღაურებულ ხელფასზე.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში ცალკეულ შემთხვევაში არასათანადოდ, ხოლო ძირითად შემთხვევებში საერთოდ არ იყო შემუშავებული ფაქტობრივად ნამუშევარი დროის გამოყენების ყოველთვიური აღრიცხვის სისტემა. ამასთანავე შრომის ანაზღაურების არასწორი გაანგარიშების შედეგად აუდიტის პერიოდში გამოვლინდა ზედმეტად დარიცხული შრომის ანაზღაურების შემთხვევები. აღნიშნული გარემოებები შრომის ანაზღაურების სახით გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვასთან მიმართებით კონტროლის მექანიზმების სისუსტეზე მიუთითებდა. გავეცით ამ ორ მიგნებაზე სამი რეკომენდაცია. პირველი რეკომენდაცია სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა რეგიონებში არსებული პოტენციალის განვითარების ხელშეწყობისა და არსებული პრობლემების გამოწვევის უფრო ეფექტიანად გადაჭრისთვის მიზანშეწონილია საქართველოს მთავრობასთან იმუშაონ თითოეული რეგიონისთვის რეგიონის განვითარების სტრატეგიის განახლებაზე. მეორე რეკომენდაცია სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა ეფექტიანი კონტროლისა და კანონით განსაზღვრული ანგარიშვალდებულების პრინციპების დაცვის მიზნით საქართველოს მთავრობას წარუდგინონ თავიანთ საქმიანობის ანგარიშები, სადაც ასახული იქნება წლის განმავლობაში ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი და შესრულებული სამუშაოები. მესამე რეკომენდაცია სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა შეიმუშაონ და პრაქტიკაში დანერგონ შიდა კონტროლის სისტემა, რომელიც საბიუჯეტო რესურსების რაციონალურად ხარჯვის უზრუნველსაყოფად სათანადოდ აღრიცხავს დასაქმებულთა ფაქტობრივად ნამუშევარ დროს და აღნიშნული მონაცემების საფუძველზე განხორციელება შრომის ანაზღაურებას სწორად დარიცხვა. მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო სლაიდად წარმოდგენილი გვაქვს ადმინისტრაციების მიერ რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა და სათითაოდ ეხლა რთულია რომ ვთქვათ რომელი რეკომენდაცია რომელმა ადმინისტრაციამ შეასრულა და ბოლოსში შეჯამების სახით წარმოვადგენთ ადმინისტრაციების მიერ შესრულების მდგომარეობას რეკომენდაციებზე. მადლობთ. შეკითხვა თუ არ არის, ჯერ მოусმინოთ მაშინ და კი ბატონო, გთხოვთ ბატონო. კი ბატონო, რაც შეეხება ჩვენ ამ წუთში გვაინტერესებს ამ სამ რეკომენდაციაზე რა მდგომარეობა არის და პირველი რეკომენდაცია აღნიშნულ საკითხს წარმოადგენს ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენციას. სამინისტროს მიერ შემუშავებულია სტრატეგია და თავრობის დასამტკიცებლად წარდგენილი არის. თუმცა ჯერ დაწესებული არ არის. 2024-2026 წლების ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების პროგრამა. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული იქნა რეგიონების გამოწვევები და მათი პოტენციალის შესაბამისად პრიორიტეტული მიმართულების იდენტიფიცირება მოხდა. კი ბატონო. ან თავიდან თქვა რაც შეეხება მეორე რეკომენდაციას. ესე იგი კახეთის, ქვემო ქართლის, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების მიერ წარდგენილი საქმიანობის ანგარიში მთავრობის ადმინისტრაციაში. რაც შეეხება სამეგრელოს, ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთს, ხეთანთიანეთს, გურიას, რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების მიერ მიმდინარეობს ანგარიშებზე მუშაობა, რომელიც წარდგენება მთავრობის ადმინისტრაციას. თუმცა უნდა ვთქვა, რომ ეხლა ამ ეტაპზე ერთიანი სამართლების ფორმა არ არსებობს, რითაც იხელმძღვანელებენ სახელმწიფო ადმინისტრაციები და მუშაობთ ეხლა ამ სამართლების ფორმაზე რომ შექმნათ და კი ბატონო. რაც შეეხება მესამეს იმერეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთში, მცხეთა-მთიანეთში და კახეთში შემუშავებულია სამუშაოზე გამოცხადების აღრიცხვის ფორმა, ეგრეთ წოდებული ტაბელი, რომელიც ივსება ყოველთვიურად. რაც შეეხება გურიას, მოქმედი თანამშრომელთა აღრიცხვის ელექტრონული სისტემა ელექტრონული აღრიცხვის ბარათი, ეგრეთ წოდებული საშუი. სამეგრელოს ზემო სვანეთის შემთხვევაში რანგილი იყო თანამშრომელთა თითის ანაბეჭდის აღრიცხვის სისტემა. თუმცა, რადგან თითის ანაბეჭდი წარმოადგენს განსაკუთრებული კატეგორიის ინფორმაციას და მის მიმართ სპეციალური რეჟიმი მოქმედებს, საჭიროა დამატებითი დაცვის უზრუნველყოფა. შესაბამისად, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მუშაობს უფრო მოქნილ ელექტრონულ სისტემაზე გადასვლის მიზნით. ანუ სანამ შეკითხვები თუ სწორად გავიგეთ, ანუ ეს აღმოფხვით მესამე რეკომენდაცია, რეკომენდაციაში ეწერა რომ კი ბატონო, ეს სრულად შესრულებული, ხო, სრულად შესრულებული. კი ბატონო. კარგი, შეკითხვები. კი ბატონო. მოწვეულოდ სტუმრებო. ეხლა აქ მიგნებაში იყო ასეთი რამ, რომ სტრუქტურულად უნდა განეხორციელებია ეს სტრუქტურულად ეკუთვნოდა ყოველივე ის მე აუდიტს მინდა მიმართო, რომელიც შემუშავებულ გეგმასთან დაკავშირებით. დეპარტამენტი აცხადებს, რომ ეს ეკუთვნოდა ინფრასტრუქტურის სამინისტროს. ეგ ერთი და მეორე, ხელფასის ზედმეტად იქნა გაცემული. რას ნიშნავს ხელფასის ზედმეტად იყო? საშტატო გარნიგზე ზემოთ, თუ საშტატო გარნიგი არ არსებობდა და ისეც ემდე ხელფას. თუ საშტატო გარნიგი არსებობდა, მაშინ იმის ზევით გაცემული თახაა ზედმეტად გაცემული. ესე იყო თუ არა? მადლობთ.
აუდიტი თუ იტყვის თუ არა და აქ საუბარი მე როგორც ვიცი საუბარი მაგაზე არ არის ხო შეიძლება დამატებით სამუშაო მიცე ზედმეტად გასცე არასწორად კი არ არის გაცემული უბრალოდ აღრიცხვა არ არის რა შემთხვევაში აძლევ ამ თანხას რატო აძლევ და ასე შემდეგ აი მექანიზმები არ არის აწყობილი გავიგებთ ზედმეტად მაშინ არ ყოფილა გაცემული თუ კანონით ქონდა მას უფლება რომ დაექირებინა ზედმეტად გაეცა მაშინ ზედმეტად არ ყოფილა დებულება უნდა იყოს სადაც იქნება გაცემული და მაგარ კი ბრძანეთ რაც შეეხება ნამუშევარი დროის აღრიცხვის სისტემას, აქ ჩვენ ვლაპარაკობთ კონტროლის მექანიზმზე უბრალოდ, რომ ნამუშევარი დრო იყოს ფაქტიურად აღრიცხული. აქ ჩვენ ვამბობთ ფაქტიურად ნამუშევარი დროის აღრიცხვაზე, რის შესაბამისად მოხდება შრომის ანაზღაურების დარიცხვა და აი ეს კონტროლის მექანიზმის შემუშავებაში იგულისხმება როგორც ტაბელის წარმოება და ჩვენ ამ ხრივ გავუწევთ რეკომენდაცია. ერთ ავაზუსტებ შეიძლება ეს არის რწმუნებულის ადმინისტრაციები, რომლებიც მუშაობენ რეგიონში. რომლის თანამშრომლებიც არზიან ოფისში. და რომლის თანამშრომლებიც ხშირ შემთხვევაში არიან ველზე, სხვადასხვა რაიონში, მუნიციპალიტეტში ჩასული და იქ ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას. შესაბამისად, უნივერსალური ის, რომ ადგილზე აღრიცხვა ამის მოხდეს, უნივერსალური ჩვენ ამის ვერაფერი სტრუქტურა ვერ გვექნება. შესაბამისად, ეს უნდა იყოს ხელით მართული და პირობითად ქუთაისში თუ არის ახლა ადმინისტრაცია და ის ჯგუფი, რომელიც პასუხისმგებელია ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას და ასე შემდეგ, შეიძლება მოუწიოს ღამის 11 საათამდე ზესტაფონში მუშაობა. და ამას ახლა ტაბელი და ვერც ელექტრონული აღრიცხვა ვერ უზრუნველყოფს. ასე რომ გარკვეულ შემთხვევებში ესეთი ის უნდა გქონდეს. გეთანხმებით ბატონო ზურია დაგსაუბრე ეს კანონიდან გამომდინარეა. შეიძლება ვერ უზრუნველყოს აპარატმა რომელზეც ან ხელს ადებ თუ სახით, მაგრამ ტაბელის რაღაც მეთოდი უნდა იყოს შემოღებული, კანონის მოთხოვნა არის რომ აღრიცხვა უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება იმ ხალხმა 11-მდე კი არა თელეგრამი გაათევან, მაგრამ ამას ვერავის ვერ დავუმტკიცებ. რაღაც სისტემა უნდა იყოს, სადაც ამის აღრიცხვა მოხდება. ხო და მაგას თხოვს მეც კი არაფერს ამბობს, რომ შექმნით ეს სისტემა რომ იყოს აღრიცხული, რომ რატო იმა რომ თელეგრამი იმუშავა და ფული აიღო, სად ჩანს ეს? არა, ელექტრონული ვერა, ეს ზუსტად მაგაზია საბორი, სადღაც შეიძლება ელექტრონული იყოს, სადღაც სხვა, მაგრამ თავარია რომ სისტემა იყოს სხვადასხვა კუთხით, როგორც მოსახერხებელი იქნება, რომ ეს აღრიცხვა მოხდეს, ამაზეა საუბარი. ანუ შეკითხვები თუ არ არის ესე იგი, ანუ ჩვენ გვინდა ვთქვათ ის, რომ ეს თქვენთვის მისაღებია, ეთანხმებით და ეს გამოსწორდება, ხო ამას ვთქვათ? ისა კიდევ ერთი მინდოდა მეთქვა, რომ ჩვენ როდესაც ეს განხილვა აუდიტმა შეისწავლა და ჩვენ თხოვეთ, რომ მობრძანებულიყო სამსახური, პრემიერთან არსებული სამსახური, რეორგანიზაცია მოხდა, იცით რომ იქნება სამინისტრო და ეს ყველაფერი, როგორც მითხრეს, გადადის იქ, ამიტომ მე ვთხოვე, რომ მაინც დასწრებოდნენ და გაეცათ პასუხი, თუმცა ჩვენ წერილს, რომელსაც ახლა დღეს დავამტკიცებთ, გაუგზავნით სამინისტროს, რომ სამინისტროდან მივიღოთ პასუხი ამ თემასთან დაკავშირებით, რომ რას ფიქრობენ და როგორ გააკეთებენ. აქ რაიმე ისეთი არაფერი არ არის, საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ რაც კანონის მოთხოვნა არის, რომ იყოს სწორი აღრიცხვა. აღრიცხული იყოს, როგორც მოხერხდება, როგორც უფრო სწორია. არ არის სავალდებულო ეს ელექტრონული იქნება, ტაბელი იქნება თუ სხვა. უნდა იყოს აღრიცხვა და ალბათ ეს ლოგიკური და სწორი. კარგი, თუ ამ თემაზე არ არის შეკითხვა, გადავიდეთ შემდეგ რეკომენდაციას. შემდეგი საკითხი უკავშირდება ფუნქციურად გაუმიჯნავ ავტომანქანებს. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში არ არის მიღებული სამართლებრივი აქტი, რომლითაც განისაზღვრებოდა სამსახურებრივი ავტომობილების გამოყენების წესი და პრინციპები, რაც წარმოშობს როგორც ტრანსპორტის, ისე საწვავის არამიზნობრივად და არაეფექტიანად გამოყენების რისკებს. დასაბუთების გარეშე გამოყენებულ ავტომობილები. აუდიტის პროცესში ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი ფორმალური დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა საწვავის ჩასხმისა და ავტომობილების სამსახურებრივი საჭიროებისათვის გამოყენების აუცილებლობას, რაც სამსახურებრივი ავტომობილების პირადი მიზნებით გამოყენების რისკებს წარმოშობს. ასევე სათანადო დასაბუთების გარეშე თანამშრომლების პირად მფლობელობაში არსებულ ავტომანქანებზე საწვავის ხარჯების გაწევა წარმოქმნის საბიუჯეტო სახსრების არამართლმსობნიერად გამოყენების
გამოყენების რისკებს. გავეცით შემდეგი რეკომენდაციები. ნომერი 4 რეკომენდაცია: სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართლზომიერი გამოყენების უზრუნველყოფის და კონტროლის გარემოს გაუმჯობესების მიზნით მიზანშეწონილია შეიმუშაონ ინსტრუქცია ავტოპარკის მართვის საკითხებთან დაკავშირებით. კარგი პრაქტიკის დანერგვისათვის შესაძლოა გათვალისწინებული იყოს საჯარო სექტორში უკვე არსებული პრინციპები. ავტოსატრანსპორტო საშუალებების არასამსახურებრივი გამოყენების თავიდანაცილების მიზნით სამორიგეო ავტომობილის გამოყენება განხორციელდეს სამსახურის უფროსის ან სხვა უფლებამოსილი პირის წერილობითი თანხმობით. ასევე მნიშვნელოვანია შემუშავდეს სპეციალური ფორმა, რომელშიც მითითებული იქნება ინფორმაცია სამორიგეო ავტომობილის გამოყენების საჭიროების და მისი გადაადგილების მარშრუტის შესახებ. ნომერი 5 რეკომენდაცია: სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა საბიუჯეტო სახსრების რაციონალურად განკარგვის მიზნით მიზანშეწონილია შეიმუშაონ კონტროლის ისეთი მექანიზმები, რომლებიც ხელს შეუწყობს სახელმწიფო რესურსების არამიზნობრივად გამოყენების პრევენციას და დროულად გამოვლენას. კერძოდ, საწვავის ხარჯვაზე სრულყოფილი კონტროლის მიზნით მიზანშეწონილია ავტომობილის გადაადგილების სატელიტური GPS ან სხვა სახის ელექტრონული კონტროლის სისტემის დანერგვა. ხოლო თუ ეს ტექნიკური საშუალებებით ვერ მიიღწევა, აწარმოოს დოკუმენტაცია ეგრეთ წოდებული საგზურის ფურცლებით, სადაც დაფიქსირდება ავტომობილების კონკრეტული მიმართულება და გავლილი მანძილი. ნომერი 6 რეკომენდაცია: სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად ხარჯვის უზრუნველსაყოფად თანამშრომლების პირად ავტომობილებზე საწვავი გაიცეს დასაბუთებულად კონკრეტული სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე და განხორციელდეს სათანადო აღრიცხვა მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, სადაც განმარტებული იქნება საწვავის გაცემის მიზნობრიობა და ოდენობა. მორჩეთ. ბატონო დავით, თქოთ. მოკლედ სამივე რეკომენდაციას მივხვდით სამივე რეკომენდაციას სამივე რეკომენდაცია არის ნაწილობრივ შესრულებული. მოგახსენებთ მე-4 რეკომენდაციას შესაბამისი განკარგულებით დამტკიცებულია სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ავტოპარკის განკარგვის წესი, რომელიც მოიცავს მათ შორის საწვავის ლიმიტებს, სამორიგეო ავტომანქანების გამოყენების წესს და შესაბამის ფორმებს. ეს არის იმერეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, სამსო-ჯავახეთში და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში. რაც შეეხება მცხეთა-მთიანეთს, დამტკიცებულია მხოლოდ სამორიგეო ავტომობილის გამოყენების ფორმა. სამეგრელო ზემო სვანეთის კახეთი და გურია მუშაობს აღნიშნულ საქმეთან დაკავშირებით. და დროში განსაზღვრულობა და გაქვთ მიცემული. კი ბატონო და უახლოეს პერიოდში ხომ არ არის ამ RJ-ისა მე-5 და მე-6 რეკომენდაცია. კი ბატონო. მე-5 რეკომენდაცია შიდა ქართლში და სამსო-ჯავახეთში დამტკიცებულია სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული ავტომანქანების ყოველთვიური საწვავის ლიმიტები და ეგრეთ წოდებული საგზურის ფურცლის ფორმა. რაც შეეხება გურიას, დანერგილია ავტომობილის გადაადგილების სატელიტური კონტროლის სისტემა, GPS სისტემა. რაც შეეხება იმერეთში, ქვემო ქართლში და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში, დამტკიცებულია სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული ავტომანქანების ყოველთვიური საწვავის ლიმიტები. შესაბამისად, ლიმიტის ფაქტში ხდება საწვავის მოხმარება. აქედან გამომდინარე, გადაჭარბება ვერ მოხდება, რადგან ლიმიტები არის ფიქსირებული. დანარჩენგან მუშაობენ, ხო? კი ბატონო, ანუ მარტო სამეგრელო ზემო სვანეთი დარჩა, რომელიც მუშაობს ამ ეტაპზე ჯერ არაფერი არ აქვს დამტკიცებული. კარგი. და ბოლო მე-6 ამას დაკავშირებით სამეგრელო ზემო სვანეთის სამუშაო სამსახურებრივ საგებოში აყვანილი თანამშრომლების პირად ავტომობილებზე საწვავის გაცემის ინსტრუქციას. თუ გაქვს რამე შეკითხები თემასთან დაკავშირებით. კარგი, თავარი ჩვენთვის არის რომ სრულდება რა და ეთანხმებით აუდიტის სამსახურს. კარგი, შემდეგი ბოლო 3 იქნება. მადლობა. შემდეგი საკითხი ეხება ავტოსარემონტო ხარჯების ნაკლოვანებებს. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში ცალკეულ შემთხვევებში არ იყო წარმოდგენილი ავტოტექნომსახურების ხარჯის გაწევაზე უფლებამოსილი პირის თანხმობები. სამივლინებო ხარჯებზე იყო კიდევ მიგნება. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში არ არის სისტემატიზებული მგზავრობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოება, რაც კონტროლის სისტემის ნაკლოვანებაზე მიუთითებს. და აქტივების და ვალდებულების მართვაში გამოვლენილ ნაკლოვანებებს ეხება ბოლო მიგნება. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში ინვენტარიზაციის პროცესში არ არის გათვალისწინებული ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მოთხოვნები, რაც აქტივების მართვის პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმების სისუსტეზე მიუთითებს. ასევე რწმუნებულის ადმინისტრაციების მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა ავტომანქანების როგორც რწმუნებულის ადმინისტრაციებზე გადმოცემის, ასევე ადმინისტრაციების მიერ
მუნიციპალიტეტებზე გადაცემის აუცილებლობას, რაც წარმოშობს აღნიშნული ქონების არარაციონალურად გამოყენების რისკებს. ნომერი მე-7 რეკომენდაცია კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა ავტოტექნომსახურების ხარჯის არამიზნობრივად გაწევის რისკის შესამცირებლად ავტოტექნომსახურების სამუშაოების წარმოება განახორციელონ უფლებამოსილი პირის თანხმობის შემდეგ. ნომერი მე-8 რეკომენდაცია სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა ქვეყნის ფარგლებს გარეთ განხორციელებული მივლინებების დადასტურების მიზნით აწარმოონ სამივლინებო ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის სისტემატიზაცია. კერძოდ დოკუმენტაციაში სხვა შესაბამის საბუთებთან ერთად სრულად უნდა იყოს ასახული ჩასხდომის ბარათები ან და ელექტრონული ბილეთები. ნომერი მე-9 რეკომენდაცია სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების გურიის გარდა ადმინისტრაციების მიერ ფინანსური ანგარიშგების სამართლიანი წარდგენის მიზნით მნიშვნელოვანია დადგინდეს კრედიტორული დავალიანებების რეალობა. შესწავლილი იქნეს ხანდაზმულობის მიზეზები, შეფასდეს დაფარვის ალბათობა და გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები მოქმედ კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით. მე-7 რეკომენდაცია შესრულებულია კახეთის და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის დამტკიცებული სპეციალური ფორმა, რომელთაც პასუხობელი პირი ხელმძღვანელ პირს წარუდგენს ავტოტექნომსახურების საჭიროებისა და სამუშაოების ხარჯაღების შესახებ ინფორმაციას. თან დაურთავს მიწოდებლის მიერ შედგენილ ხარჯაღებს, იგივე დეფექტურ აქტს, რის შემდეგაც მოხდება შესაბამისი ხარჯის გაწევა. ანუ შესრულებულია ორივე რეგიონში ეს რეკომენდაცია. მე-8 რეკომენდაცია სრულად აქვს შესრულებული გარდა სამეგრელო სვანეთისა, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შინაგანი წესისგან და განკარგულებით დამტკიცებული შესაბამისი ინსტრუქციით ადმინისტრაციის დასაქმებული პირები ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინების შემთხვევაში ვალდებულნი არიან სხვა შესაბამისი დოკუმენტთან ერთად წარმოადგინონ ჩასხდომის ბარათები ან და ელექტრონული ბილეთები. ეს სამეგრელო ზემოსვანეთის გარდა ყველას დამტკიცებული აქვს. ხოლო რაც შეეხება მე-9 რეკომენდაციას, ესეც შესრულებულია. შეიქმნა ყველგან საინვენტარიზაციო კომისია და ჩატარდა ინვენტარიზაცია კრედიტორული დავალიანების რეალურობის დადგენისა და პირველადი დოკუმენტაციის არსებობის დადგენის მიზნით. კომისიის მიერ დადგა დავალიანების ხანდაზმულობა და ზოგ შემთხვევაში კომისიამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება კრედიტორული დავალიანების ჩამოწევის შესახებ, ზოგ შემთხვევაში პროცესში არის გადაწყვეტილების მიღების. კი ბატონო, შეკითხვები თუ არის? კარგი, აუდიტს მინდა ვკითხო, აი რაც ბრძანა ეთანხმებით ამას ყველაფერს, რომ მიმდინარეობს ასე სამუშაოები. დიახ, მიმდინარე პროცესშია, რეკომენდაციების შესრულება აი წარმოდგენილია ჩვენს მიერაც. და ნუ გვაქვს ესე იგი მწვანეთ რაც არის შესრულებულებია, ყვითლად რაც არის მიმდინარე ეტაპზეა წარმოდგენილია სამოქმედო გეგმები და შესრულების ეტაპზეა, სადაც NA გვაქვს მოცემული, იქ ისინი არ გაგვიცია, იქ არ იყო საჭირო ამ რეკომენდაციის გაცემის მიზანშეწონილობა ვერ დავინახეთ. კარგი. ერთი თხოვნა მაქვს, ალბათ სამინისტროს უფრო შემდეგ ვეთქვით, რომ რაღაც ბრძანება უნდა იყოს, რომელიც უნდა კონტროლდებოდეს, რომ ვიღაც ასრულებს, ვიღაც არ ასრულებს, ასე კი არა, ვინც არ ასრულებს, აუდიტამდე რომ სამსახურმა თვითონ ნახოს, რომ არ გამეორდეს ის, რაც ახლა არის, რა, ასეთი მდგომარეობა. დანარჩენი ჩვენი მიზანი, რომ ეს რეკომენდაციები შესრულდეს, როგორც ხედავთ, სრულდება და ამიტომ სამინისტროს როგორც გითხარით, კომიტეტი როდესაც დაამტკიცებს, გადაუგზავნით ყველა ამ რეკომენდაციებს დამტკიცებულს პარლამენტისგან და იმედი გვაქვს, რომ ეს შესრულება გაგრძელდება და მაღალ დონეზე იქნება აყვანილი. მადლობა, ეს საკითხი განხილული არის. მეორე საკითხი მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური მონაცემების ადრეული გაფრთხილებისთვის გამოყენების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში. ვინ იქნება მომხსენებელი აუდიტიდან? თორნიკე შერმადინი წარმოადგენს პრეზენტაციას. თორნიკე, კი ბატონო. უნდა გითხრათ, რომ ეს რაც წავიკითხე, სათაური ამის გარდა უფრო გაცილებული, გაცდა ამას და უფრო ფართო მასშტაბის შემოწმება არის ჩატარებული. მაგრამ საინტერესოა და გთხოვთ ძალიან. ამ შემთხვევაში ჩვენ შევისწავლეთ წინაპირობები, რამდენად არსებობდა ასეთი მონაცემების გამოყენების და შესაბამისად, როდესაც შევისწავლეთ ეს საკითხი, აღმოჩნდა, რომ კონცეპტუალური დოკუმენტების დონეზე იყო პრობლემა და სწორედ ამიტომ უფრო ფართო საკითხად იქნა წარმოჩენილი, ვიდრე სათაური ანგარიშს. კი ბატონო, შეგვიძლია დავიწყოთ მე.
მოგესალმებით. წარმოგიდგენთ ეფექტიანობის აუდიტის ანგარის მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური მონაცემების ადრეული გაფრთხილებებისთვის გამოყენების ეფექტიანობის შესახებ. აუდიტის ობიექტები იყო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მის დაქვემდებარებაში მყოფი გარემოს ეროვნული სააგენტო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და შერჩეული მუნიციპალიტეტები. აუდიტმა მოიცვა 2022-2023 წლები. და გაცემულია ერთი რეკომენდაცია, ჯერ შევეხები ძირითად მიმართულებებზე საკითხებს და პრეზენტაციის ბოლოს გაგაცნობთ ჩვენს მიერ გაცემულ რეკომენდაციას. პირველი საკითხი ეხება ეროვნული დონის კონცეპტუალურ დოკუმენტებს და მათთან დაკავშირებულ გამოწვევებს. ქვეყანაში არ არის შემუშავებული ან განახლებული ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტები. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიები. ვინაიდან ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის ყველა ეროვნული და უწყებრივი დონის დოკუმენტი უნდა შეესაბამებოდეს ეროვნული უსაფრთხოების კონცეპტუალურ დოკუმენტებს და გამომდინარეობდეს მათგან, ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების არარსებობა ან განუახლებლობა წარმოადგენს ხელისშემშელ ფაქტორს ადრეული გაფრთხილების სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის. ასევე ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის მიერ განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობისთვის. კატასტროფის რისკის შემცირების სტრატეგიის არარსებობა კი განაპირობებს ადრეული გაფრთხილების სისტემის არაეფექტიანად ფუნქციონირების რისკს. რამდენიმე საკითხი ეხება დოკუმენტების განუახლებლობას, ანუ ერთ-ერთი არის მოძველებული სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმა. სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის მოქმედი ვერსია საჭიროებს განახლებას, რადგან დოკუმენტში უფლებამოსილებები გაწერილია ისეთ ორგანიზაციებზე, რომლებიც ან გაუქმებულია, ან სხვა სახელწოდებით და სტრუქტურით აგრძელებენ საქმიანობას. აღნიშნულმა შესაძლოა გამოიწვიოს ეროვნული სისტემის სუბიექტებს შორის სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში თავიანთი კომპეტენციების ფარგლებში არაეფექტიანი თანამშრომლობა და საგანგებო სიტუაციების არასათანადო მართვა. რაც შეეხება ადრეული გაფრთხილების სისტემის სუბიექტების როლების და პასუხისმგებლობის საკითხებს, აღნიშნავთ, რომ სხვადასხვა სამართლებრივი აქტების რეგულაციების შესწავლის და უწყებების ფუნქციური ანალიზის შედეგად გამოვლინდა ფუნქციათა ერთგვარი ურთიერთგადაფარვა. არ არის მკაფიოდ განსაზღვრული ბუნებრივი ფაქტორებით გამოწვეული საფრთხეების და რისკების იდენტიფიცირებაზე, ანალიზსა და შეფასებაზე პასუხისმგებელი უწყება. ამასთანავე არ არსებობს ბუნებრივი კატასტროფების, საფრთხეებისა და რისკების შეფასების საინფორმაციო ბაზა. ამდენად ადრეული გაფრთხილების სისტემის ცალკეულ ელემენტებთან, როგორიც არის საფრთხეების იდენტიფიცირება და რისკების შეფასება, ამ საკითხებთან მიმართებით კომპეტენციის არსებული განაწილება ვერ უზრუნველყოფს ადრეული გაფრთხილების სისტემის სუბიექტების კონკრეტულ პასუხისმგებლობებს შორის მკაფიო ზღვრის გავლებას და მრავალ სუბიექტს შორის თანამშრომლობას ადრეული გაფრთხილების სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის. SDG ამოცანის შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყების განუსაზღვრელობა. საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 12 ნოემბრის განკარგულებით მოიწონა მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დოკუმენტი და საქართველოსთვის მისადაგებულ ერთ-ერთ ამოცანად განისაზღვრა კლიმატთან დაკავშირებული ექსტრემალური შემთხვევების და გარემოსთან დაკავშირებული სტრესების და კატასტროფების პროგნოზირების და ადრეული გაფრთხილების უზრუნველყოფა. ამ ამოცანის შესრულებაზე წამყვან უწყებად განსაზღვრულია სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს აპარატი, რომელიც ამ სახელწოდებით აღარ არსებობს. აღნიშნული ამოცანის შესრულებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებას და ელექტრონულ სისტემაში ასახვას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი უზრუნველყოფს. თუმცა აუდიტის შედეგად ვერ დგინდება დღის მდგომარეობით აღნიშნული ამოცანის შესრულებაზე პასუხისმგებელი სუბიექტი. შესაბამისად არსებობს რისკი, რომ კლიმატთან დაკავშირებული ექსტრემალური შემთხვევების და გარემოსთან დაკავშირებული სტრესების და კატასტროფების პროგნოზირების და ადრეული გაფრთხილების უზრუნველყოფის ამოცანა ეფექტიანად ვერ განხორციელდება.
ექსპერტებთან თანამშრომლობის საკითხებს რაც შეეხება, მოგახსენებთ, რომ ადრეული გაფრთხილების მიზნებისთვის არ არსებობს სამეცნიერო და ტექნიკურ ექსპერტებთან მუნიციპალიტეტების, სააგენტოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლობის, ინფორმაციის მიმოცვლის პროცესების მომწესრიგებელი დოკუმენტები, კომუნიკაციის სტრატეგიები, პროტოკოლები და მემორანდუმები. აღნიშნულს განაპირობებს ინსტიტუციური კოორდინაციის ნაკლებობა და ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების არარსებობა. მუნიციპალიტეტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს და სამეცნიერო ტექნიკურ ექსპერტებს შორის თანამშრომლობის მომწესრიგებელი დოკუმენტების არარსებობის პირობებში მცირდება ადრეული გაფრთხილების სისტემის სუბიექტებს შორის ეფექტიანი კომუნიკაცია, ფერხდება ინფორმაციის მიმოცვლა და იკარგება სამეცნიერო ტექნიკური ცოდნის და სხვა რესურსების გამოყენების შესაძლებლობა, რაც მნიშვნელოვანია ადრეული გაფრთხილების სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის. შემდეგი საკითხი ეხება მუნიციპალიტეტების მიერ ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური მონაცემების გამოყენების ნაკლოვანებებს. ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური მონაცემები ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად არასაკმარისად გამოიყენება. გაუმართავია ცენტრალურ და ადგილობრივ ორგანოებს შორის კომუნიკაცია და კოორდინაცია გაცემული რეკომენდაციების შესრულების მიზნით. ამასთანავე შეზღუდულია ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობა ადრეული გაფრთხილების პროცესში. მუნიციპალიტეტებში არსებობს ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური მონაცემების გამოყენების ფორმალიზებული და თანამედროვე პრაქტიკა. აღნიშნული გამოწვეულია ყოვლის მომცველი სამართლებრივი ჩარჩოს არარსებობით, რომელიც განსაზღვრავდა ადრეული გაფრთხილების სისტემის დაინტერესებული მხარეების როლებს, პასუხისმგებლობებსა და ურთიერთობებს. მუნიციპალიტეტებში ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური მონაცემების გამოყენების არაფორმალიზებული პროცესი და არათანმიმდევრული პრაქტიკა განაპირობებს ბუნებრივი კატასტროფების რისკების არასათანადო შეფასებას და არაინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას. საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმებთან დაკავშირებით საქართველოში მუნიციპალიტეტებს არ აქვს შემუშავებული და დამტკიცებული საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმები, ვინაიდან არ არის შემუშავებული ყოვლისმომცველი სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც განსაზღვრავს ადრეული გაფრთხილების სისტემის დაინტერესებული მხარეების როლებს, პასუხისმგებლობებს და ურთიერთობებს. მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობას ადრეული გაფრთხილების ფუნქციონირებაში. კანონმდებლობით მუნიციპალიტეტებისთვის დაწესებული მოთხოვნები სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას აჩენს, რის გამოც მუნიციპალიტეტებისათვის ბუნდოვანია მათ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები საგანგებო სიტუაციების რისკის მართვის გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით. აღნიშნული უარყოფითა დაისახება ადრეული გაფრთხილების სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებაზე. რაც შეეხება მოსახლეობის ადრეული გაფრთხილების პროცესის საკითხებს, არ არსებობს ჰიდროლოგიური და გეოლოგიური მონაცემებზე დაფუძნებული ადრეული გაფრთხილების შეტყობინებების დაინტერესებულ პირამდე და რისკის ქვეშ მყოფ საზოგადოებამდე მიღწევის, მიტანის, გამართული და საიმედო პროცესი. აღნიშნულის გამოწვევი მიზეზია სამართლებრივი ჩარჩოს არარსებობა, რომელიც განსაზღვრავდა ჰიდრომეტეოროლოგიურ და გეოლოგიურ მონაცემთა საფუძველზე გაფრთხილების მომზადების და გავრცელების პროცესებს და ამ პროცესში მონაწილე სუბიექტების პასუხისმგებლობებს. ადრეული გაფრთხილების შეტყობინებების დაინტერესებულ პირებამდე და რისკის ქვეშ მყოფ საზოგადოებამდე მიღწევის გამართული და საიმედო პროცესის არარსებობა ამცირებს მზადყოფნისა და დროული რეაგირების შესაძლებლობებს. საკომუნიკაციო გეგმასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ არ არსებობს ერთიანი ცენტრალიზებული საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სისტემა, საგანგებო სიტუაციების ეროვნული სატელეკომუნიკაციო გეგმა და მასთან დაკავშირებული გამართული პროცესები, რათა დაინტერესებულ პირებამდე და ბუნებრივი კატასტროფის რისკის ქვეშ მყოფ საზოგადოებამდე გაფრთხილების შეტყობინებებმა მიაღწიოს სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების გამოყენებით. აღნიშნულის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზია ყოვლისმომცველი სამართლებრივი ჩარჩოს არარსებობა, რომელიც განსაზღვრავდა ქვეყანაში საინფორმაციო სისტემის და სატელეკომუნიკაციო გეგმის მნიშვნელობას. აღნიშნული ართულებს ქვეყანაში ადრეული გაფრთხილების სისტემის ელემენტების დანერგვის შესახებ ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას. ამასთანავე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებულ უწყების შორის კოორდინაცია არ არის განვითარებული. ერთიანი საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სისტემის ეროვნული ტელეკომუნიკაციო გეგმის და გამართული პროცესების არარსებობა ასუსტებს ადრეული გაფრთხილების სისტემის ეფექტიანობას, ზრდის საზოგადოების დაუცველობას და აფერხებს ქვეყანაში კატასტროფების ეფექტიან მართვას. რეკომენდაცია მიემართება ეროვნული საფრთხეების საბჭოს აპარატს, არის ფაქტობრივად ყოვლისმომცველი რეკომენდაცია. საქართველოში მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნისა და ეფექტიანი ფუნქციონირების მიზნით
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატმა უზრუნველყოს კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგიის შემუშავების პროცესის ორგანიზება და კოორდინაცია, ასევე ინციდენტის, ან მოსალოდნელი, ან წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინების სისტემის დებულების პროექტის, როგორც ადრეული გაფრთხილების სისტემის ინტეგრირებული და ყოვლისმომცველი ჩარჩო დოკუმენტის შემუშავება, რომელიც მათ შორის განსაზღვრავს სისტემის მონაწილე სუბიექტების როლებს, პასუხისმგებლობებს, უწყებებს შორის თანამშრომლობის და კოორდინირების მექანიზმებს. მადლობა. ხوره გაქვთ იმათან შეგეთ. იმათან თუ შევდა. კარგი. ბატონო ლევან, გთხოვთ. მადლობა, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. მადლობა აუდიტის სამსახურს, ყოვლისმომცველი დასკვნისთვის, თუმცა ჩვენს მოსაზრებებს გაგაცნობდა, კარგი იქნებოდა დღევანდელ შეხვედრაზე ყოფილიყვნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები და გარემოს ეროვნული სააგენტოს სამსახურის წარმომადგენლები. ვინაიდან მარტო უსაფრთხოების საბჭოს აპარატს არ განეკუთვნება აღნიშნული მიგნებები და რეკომენდაციები. პირველი შენიშვნა და შენიშვნის სახით ვიტყვი, რაც მიგნებებთან დაკავშირებით არის. ხო, თავიდან ვიტყვი, რომ ვეთანხმები იმ მიგნებას, რომ არ არის ეს დოკუმენტები განახლებული, თუმცა ეს დოკუმენტები არსებობს. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია 2010 წელს არის შექმნილი და დრაფტი ამ განახლებული კონცეფციის არის შემუშავებული და ეს არის დამოკიდებული პოლიტიკურ გარემოზე და უსაფრთხოების გარემოზე ზოგადად რეგიონში. კარგად მოგეხსენებათ, როდის იქნება ეს კონცეფცია მიღებული და ეს უფრო ფართო განხილვის საგანი უნდა გახდეს, რომელსაც შემდეგ საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს. მეორე დოკუმენტი, რაც არის სრულიად საიდუმლო საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, ამის პროექტიც ფაქტიურად შემუშავებული არის და დეუს ეს მაგიდაზე უწყებებთან გავლილი არის ჩვენი კოორდინაციით. ესეც დაკავშირებულია უსაფრთხოების გარემოს ცვლილებასთან, ჩვენ როგორც რეგიონში, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. და ეს არის ესეც განეკუთვნება პოლიტიკურ საკითხს, როდის იქნება უკვე მთავრობის მიერ საფრთხეების შეფასების დოკუმენტი მიღებული. რაც შეეხება კატასტროფის რისკის შემცირების სტრატეგიას, რაზეც არის საუბარი აუდიტის დასკვნაში, მინდა გითხრათ, რომ საფრთხეების შეფასების დოკუმენტის მიღებაზეა დამოკიდებული კატასტროფის რისკის შემცირების სტრატეგიის მიღება. ვინაიდან საფრთხეების შეფასების დოკუმენტში არის ყოვლის მომცველად არის გაანალიზებული როგორც პოლიტიკური სამხედრო, საგარეო პოლიტიკური საფრთხეები, ასევე ბუნებრივ კატასტროფებთან დაკავშირებული საფრთხეები, როგორც არის მეწყერი, წარღვნა, წყალმოვარდნა, ღვარცოფი და ზვავსაჭირო ადგილები და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. შესაბამისად, როდესაც იქნება მიღებული და მე მქონდა პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან საუბარი, უსაფრთხოების საბჭოს წევრებთან საუბარი, როდესაც იქნება მიღებული საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, მინდა გითხრათ, რომ კატასტროფის რისკის შემცირების სტრატეგია ფაქტიურად დასრულებული არის, უწყებებთან გავლილი არის და დაახლოებით 1-2 თვეში იქნება ეგეც მიღებული. ჩემი შენიშვნა, რაც მიგნებებს უკავშირდება, მინდა მოგახსენოთ, რომ პირველ თავში ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების არარსებობა განუახლებლობა წარმოადგენს ხელისშემშელ ფაქტორს ადრეული გაფრთხილების სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის. ვერ დავეთანხმები ამ ფორმულირებას, ვინაიდან 2-3 სიტყვით მოგახსენებთ, ადრეული გაფრთხილების სისტემის შესახებ რა ვითარება არის. 2022 წელს სამოქალაქო უსაფრთხოების კანონში შევიდა ცვლილება პარლამენტის მიერ და დაევალა უსაფრთხოების საბჭოს აპარატს კოორდინაცია გაფრთხილების სისტემის შემუშავებასთან დაკავშირებით, რომლის ვადად განისაზღვრა 2026 წლის 1 იანვარი.
გაფრთხილების სისტემაზე მუშაობა მიმდინარეობს, შექმნილი არის ძალიან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს თითქმის ყოველკვირეული. შექმნელი არის უკვე ჩარჩო დოკუმენტი, სისტემის მონახაზი, წარდგენილი არის მთავრობის შესაბამის წევრებთან და მოხდება მთავრობის დადგენილების მიღება, რომლის ვალდებულებაც უსაფრთხოების საბჭოს აპარატს გააჩნია. წარუდგენთ ჩვენ რამოდენიმე თვეში მთავრობას დადგენილების პროექტს და მთავრობა დაამტკიცებს უკვე ადრეული გაფრთხილების სისტემის შესახებ მთავრობის დადგენილებას. თუმცა კონცეპტუალური დოკუმენტების არარსეობა, განუახლებლობა არანაირ კავშირში არ არის ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნასთან. შესაძლოა სისტემის შესახებ იყოს ასახული კატასტროფის რისკის შემცირებაში, მოყვანილი იყოს თუ როგორ იყოს, უნდა იყოს ასახული და როგორ უნდა ფუნქციონირებდეს სისტემა, მაგრამ სისტემის ფუნქციონირების შესახებ მზადდება მთავრობის დადგენილება, რომლის ვადადაც განსაზღვრულია 2026 წელი. 2026 წლის 1 იანვარი. ვეთანხმებით იმ მიგნებას, რომ მოძველებულია სამოქალაქო უსაფრთხოების გეგმა, რომელიც არის მთავრობის 500-მერვე დადგენილება და არსებობს უწყებები, რომელიც უკვე ეს არის ძველი გეგმა და ექვემდებარება განახლებას და ამიტომ კარგი იქნებოდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომლის კოორდინაციითაც მიმდინარეობს. საბატონო ლევან, ჩვენ აქ არ ვიხილავთ ზოგადად თქვენი სამსახურის საქმიანობას, ჩვენ რეკომენდაციებთან დაკავშირებით. რეკომენდაციება იყო მხოლოდ თქვენთან დაკავშირებით და თქვენ უზრუნველყოფთ მთლიანად ამ საერთო კონცეფციის გაკეთებას და ალბათ შეიკრიბებით და ყველანი იქნებიან, ვისაც თქვენ ამობთ იქ და ჩაატარებთ, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს თქვენი მოსაზრება, ვინც ამას თავს უყრის ყველაფერს და აუდიტიც ამას მიგვითითებდა, რომ თქვენ წერი ხართ მარტო იქ გარემოს დაცვა და რა სხვები არ არიან და ამიტომ ეს არ არის პრინციპული. გავაგრძელოთ რაზეც საუბრობთ, უბრალოდ აგიხსენით რატო არიან დაძახილის გასაგებია. ჩვენ ახლა არ ვამუშავებთ მაგ სტრატეგიას, ჩვენ საუბრობთ იმ რეკომენდაციებზე, რომელიც გაცარო რამდენად შესრულებადია და როდის შესრულდება. და ამიტომ არ დაუძახეთ სხვა ორგანიზაციებს. ხო. კი ბატონო, მესმის, თუმცა ამ სამოქალაქო უსაფრთხოების კომპონენტით საბჭოს აპარატის პასუხისმგებლობის ნაწილად არის განსაზღვრული და შესაბამისად მაგიტო აღნიშნე 500-მერვე დადგენილება, სადაც არის ერთ-ერთ მიგნებად, რომ ეს დოკუმენტი არის მოძველებული და მაგას ვეთანხმებით და განახლებას ექვემდებარება, რა თქმა უნდა, და ამაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მუშაობს. შესაბამისად აქ აღნიშნული არის, რომ SDG-ის ამოცანების შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყება ეს ხარვეზი არის და ეს ხარვეზი უნდა გამოსწორდეს მტრადი განვითარების მიზნების ეროვნულ დოკუმენტში, რომელიც ჩვენი კომპეტენცია არ არის და იქ არის ამ დოკუმენტის გამოსწორება და სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს აპარატი არის განსაზღვრული, ეგეთი უწყება არ არსებობს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი. შესაბამისად ეს დოკუმენტი არის 2016-ში თუ 2017-ში მიღებული და ამ დოკუმენტში ეს ჩანაწერი გასასწორებელი არის. რაც შეეხება ზოგადად რო გადავიდეთ და თავი რო აღარ შეგაწყინოთ საკომუნიკაციო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატისთვის გაკეთებულ რეკომენდაციას მოგახსენეთ, რომ მიმდინარეობს მუშაობა, როგორც საფრთხეების შეფასების დოკუმენტი უკვე დასრულებულია და ელოდება მთავრობის გადაწყვეტილებას. ამის შემდეგ მოხდება კატასტროფის რისკის შემცირების სტრატეგიის მიღება უახლოეს პერიოდში, მას შემდეგ რაც საფრთხეების შეფასების დოკუმენტი იქნება დამტკიცებული. რაც შეეხება ადრეული გაფრთხილების სისტემის შესახებ მთავრობის დადგენილების მიღებას, სისტემის შესახებ დადგენილების პროექტი არსებობს. მთავრობის გადაწყვეტილებით, როცა დაიგეგმება ამ დოკუმენტის განხილვა, მოხდება განხილვა და შესაბამისად დადგენილების მიღება, რომლის შემდეგაც უკვე თავის სამოქმედო გეგმა იქნება ამ დადგენილებას და თითოეულ უწყებას ექნება თავისი პასუხისმგებლობა აღებული თუ ვინ რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანაში ეფექტიანად განხორციელდეს ადრეული სისტემის, გაფრთხილების სისტემის ფუნქციონირება. მადლობა. მადლობა, გთხოვთ დადროშ. მეგობრებო, ამ მიმართულებით არც ისე
იოლათაა და ძალიან რთულადაა საქმე, რომელიც ჩვენ ძალიან კარგად ნახეთ და გამოვცადეთ უახლოვეს წარსულში. მაგალითად ბაღდადში რომ იყო მე პირადად ვესწრებოდი რამოდენიმე დღეს იქ ვიყავი, როდესაც ის სტიქია მოხდა. ეხლა მე ბატონ ლევანთან მაქვს ერთი კითხვა. აი ეს რაც არის მიგნებები მე სრულად ვეთანხმები აუდიტის სამსახურს, მაგრამ თქვენთან მაქვს კითხვა და თქვენ ამბობთ რომ აი ეს ადრეული შეტყობინების სისტემები 2026 წლიდან იქნება მზად. და კიდევ ბევრი რამ. აქ ყოველ მეორე აბზაცი გაჟღერდა ადგილობრივი ხელისუფლების ეს უნდა გააკეთოს, ეს უნდა გააკეთოს, ეს უნდა გააკეთოს. ძალიან კარგია რომ ეს ჩამონათვალი არის და მიგნებები არის, მაგრამ აი შემდგომი აუდიტი რომ იქნება, შეიძლება ეს ყველაფერი გაკეთდეს, მაგრამ რამდენად შეიძლება მე ჩაწეროს აუდიტმა რომ ეს არ განხორციელდა, იმიტომ რომ ყოველივე ამისთვის რამდენად არის სისტემა მზად, რომ აი ეს თუნდაც ეს გასწორებული, დოკუმენტალურად გასწორებული ყველაფერი რეალობაში აქციოს, იმიტომ რომ თუ ჩვენ გადავხედავთ რისკის ზონებს, სადაც არის და მის რუქას შეხედავთ რომ ნახევარი საქართველოზე მეტი არის რისკის ზონა. და ეხლა როგორც მე ვიცი და ამ თემაში ცოტა მაინც ჩახედული ვარ, გეოლოგია, სრული გეოლოგია ძალიან დიდი თანხები ჯდება და მით უმეტეს ის ადგილები, სადაც ჩვენ გვაქვს გასაკეთებელი და სადაც ეს მონიშნულია. ამიტომ ამას ყველაფერს მოაგვარებს დღევანდელი არსებული. თუ აქ უფრო გლობალურად არის საკითხი და იმიტომ რომ მომდენო აუდიტი კიდევ როგორც რო იქნება და ეს ყველაფერი დალაგდება დოკუმენტალურად, შეიძლება მე მივიღოთ რომ არ შესრულდა. ამიტომ ეს მაინტერესებს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისადმი. დიდი მადლობა ბატონო ბეჯან, საკმაოდ საინტერესო კითხვისთვის. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი სამსახურის უსაფრთხოების საბჭოს აპარატის კომპეტენცია არის კოორდინაცია, უწყებათა შორისი კოორდინაციის წარმართვა. ჩვენ და შემდეგ უკვე ამ კოორდინაციის საფუძველზე შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება, დადგენილების პროექტის დადება, რომელსაც ექნება თავის სამოქმედო გეგმა და გაწერილი იქნება უკვე უწყებებთან შეთანხმებით, ვის რისი გაკეთება შეუძლია, ეს მარტივად რო თქვა. იქ საკმაოდ დიდ თანხებთან არის ასევე დაკავშირებული ამ დადგენილების ბოლომდე შესრულება, იმიტომ რომ ადრეული გაფრთხილების სისტემა სამწუხაროდ მედიაში ისე მოხდა განსაკუთრებით შოვის მერე, რომ ყველას წარმოვედგინა, რომ ეს არის დაკავშირებული რაღაც ერთი სირენა თუ დაიყვირებს, ხალხი არის გადარჩენილი. ეს არის უზარმაზარი კომპლექსური საკითხი. ამაში არის ჩართული გაეროს განვითარების ფონდი და გარემოს ეროვნული სააგენტო, რომლებიც მუშაობენ აქ აუზების შესწავლა მიმდინარეობს, გეოლოგიური რუკების დადება მიმდინარეობს და უცხოელ ექსპერტებთან ერთად ჩვენ გავიარეთ ის დეტალები თუ როგორ ფუნქციონირებს ადრეული გაფრთხილების სისტემა ევროპის ქვეყნებში, სხვა ქვეყნებში, ისრაელთან მქონდა ამის შესახებ საკმაოდ საინტერესო გამოცდილება მივიღეთ სხვადასხვა ქვეყნებიდან და ეს არის მრავალ კომპონენტის გარდა შემდგარი სისტემა, რომელიც მოიცავს როგორც ფიჭურ კავშირგამულობას, ისე სირენებს და დეტექციის მეთოდებს, მოსახლეობის შეტყობინებას, ასევე SMS-ის საშუალებებით, იქ ფიჭური კავშირგამულობა, სხვა სისტემა არის კიდე და ეს ყველაფერი დაკავშირებული არის უზარმაზარ თანხებთან. შესაბამისად, იმ დადგენილების პროექტში ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამას თითქმის ინტენსიურად გავდივართ ამას პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან, ვის როგორ წარმოუდგენი ამ სისტემის არსებობა, შეგვაქვს კორექტივები ამ მუშაობის პროცესში. შესაბამისად, ამ დადგენილებას ექნება თავის სამოქმედო გეგმა, რომელიც შეთანხმებული იქნება ყველა უწყებასთან. იქ მარტო გარემო და საგანგებო არ არის, იქ არის უზარმაზარი, თითქმის ყველა უწყება თავის თავდაცვის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო და ასე შემდეგ თავიანთი სიპებით. ექნება თავის სამოქმედო გეგმა, რომელიც იქნება შეთანხმებული უწყებებთან და იმ უწყებებმა უნდა თქვან, როდის მარტივად რო თქვათ, როდის რისი გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ თავისი ბიუჯეტიდან გამომდინარე. იქ შეიძლება შესაძლოა უწყებებმა დააყენონ საკითხი სწორედ ამ სისტემის ეფექტურად ფუნქციონირებისთვის დამატებითი თანხების მოთხოვნა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ეხლა მიმდინარეობს, ფაქტიურად ფინალში ვართ გასულები, შეიძლება ითქვას.
წლის ბოლო ისე გვაქვს დრო, თორე ფაქტიურად მზად არის ბატონო პალატა ეს დადგენილების პროექტი. საბოლოო განხილვებს გავდივართ უკვე პასუხისმგებელ უწყებებთან და წარადგინება მთავრობას დასამტკიცებლად. ბატონო, ჩემი აზრით მაგ ერთ-ერთი მთავარი იქნება და მნიშვნელოვანი ინვენტარიზაციის ჩატარება, რომ ეს ამხელა თუ მართლაც ეს ყველგან რაც მონიშნულია, ყველგან ეს რისკებია, თუ ჯერ რისკები არ ვიცი, სად არის, იმას სად ვაყენებთ, მე ჩემთვის წარმოუდგენელია. შემდეგ დღესაც აკითხავენ მუნიციპალიტეტებს ნებისმიერ ასეთი საკითხის გადასაწყვეტად, რომელსაც ამისი თანხა და არც გამოცდილება და არც სპეციალისტები მუნიციპალიტეტებს არ აყავს. ამიტომ მაგ განხილვის დროსაც აი ესეც ყველაფერი უნდა იყოს ერთობრივად, იმიტომ რომ მუნიციპალიტეტებს დიდი როლი ენიჭება ამ მიმართულებით, მე დარწმუნებული ვარ, უნდა ენიჭებოდეს და ამ კონცეფციას რომ ამუშავებთ, ეს უნდა იყოს გათვალისწინებული და ამას ყველაფერს უნდა მოყვეს ის რაც არის მთავარი ფინანსები, რომელიც აუცილებელია წინააღმდეგ შემთხვევაში ამას დოკუმენტს მივიღებთ, თუ ამას არ მოყვა ფინანსები, წარმოუდგენელია ამის მოგვარება. მადლობა. სხვა შეკითხვა ხომ არ არის? ერთი მინდა და დამემატებია, ესე იგი, როგორც ჩანს, იმ რეკომენდაციებიდან პრაქტიკულად ნამუშევარი გაქვთ, გამზადებულია უბრალოდ მთავრობის დადგენილება და პარლამენტთან შესათანხმებელი საკითხები. მაგრამ ჩვენ ეს დრო რაღაც არ გაგიჟღერებიათ, როგორ ფიქრობთ? ან ჩვენი დახმარება ხო არ არის საჭირო რომ მიმართოთ მთავრობას და დავაჩქაროთ ამ დადგენილების გამოტანა? ან როდის ფიქრობთ, რომ ეს შეიძლება მოგაკეთდეს? მოგახსენებთ. მთავრობის დადგენილების მიხედვით ამის ვადად განსაზღვრულია 26 წლის 1 იანვარი. თუმცა ეხლა რო გითხრათ, მიმდინარეობს ამ ხარჯების და ფინანსური შესაძლებლობების დათვლა ყველა უწყება. ეს არის მარტო სირენები არ არის, სირენის დამონტაჟება, ეს არის უზარმაზარი საკითხი, რომელსაც თუ ბოლომდე არ ჩავყევით და ყველა უწყებამ კარგად არ დათვალა და გაიანგარიშა მისი შესაძლებლობები, მარტო თანხებიც არ არის ამასთან და იქ არის პროტოკოლები გაწერილი, ჩვენ თუ გვინდა მივიღოთ. ბატონო, მე არ ვაჩქარი, უბრალოდ მაინტერესებს რომ გქონდეს წარმოდგენა. ხსნე უბრალოდ ბატონო პალატა ამ პროცესს და თვითონ ამ სისტემის მნიშვნელობას. თუ გვინდა მივიღოთ თანამედროვე გადრეული გაფრთხილების სისტემა, როგორიც მოქმედებს დასავლეთის და არა მარტო დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში, იაპონიაში, მაგალითად ჩინეთშიც. ხო, კი ბატონო, თუ გვინდა რომ მიახლოებული ესეთი მაინც მივიღოთ, რაღაცა ეტაპები, ანუ ძალიან ძირფესვიანად უნდა შევისწავლოთ და შემდეგ ამას დაჭირდება მოსახლეობისთვის კარგი ახსნა და ამაში პარლამენტს თავისი ფუნქცია ექნება. ერთი საკითხის მინდა შევეხო თქვენის ნებართვით, თუ საგანგებო მართალია არ არის დღეს და მე შემიძლია, იმიტომ რომ მე 4 წელიწადი ვმუშაობდი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე გახდეთ და ვიცი, აი ეს მე-7 რეკომენდაცია რაც არის, რასთან არის დაკავშირებული. საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმების არარსებობა. საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმები არსებობს რამდენიმე მუნიციპალიტეტში, დაახლოებით 20-მდე მუნიციპალიტეტში მოხდა ამ გეგმების დადება და ძალიან კოლოსალურ შრომას ეწევა ეს სამსახური, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე მოგსაუბარი, თუმცა აქ არსებობს ერთი კონკრეტული და თქვენ გუბერნატორი ბრძანდებოდით და კარგად გეცოდინებათ, ერთი კონკრეტული პრობლემა. ეს პრობლემა ეხება დელეგირების საკითხს. ანუ მარტო ის გეგმა უნდა შესრულდეს. შემდეგ ამ გეგმის აღსრულებაზე კანონის მიხედვით პასუხისმგებლობა, დელეგირებული პასუხისმგებლობა კანონში წერია, ეკისრება ადგილობრივ თვითმმართველობას. ადგილობრივი თვითმმართველობა თავისი კანონიდან გამომდინარე ამბობს ყველა მუნიციპალიტეტში, რომ ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ, ვინაიდან არ გვაქვს დამატებითი თანხები. ისინიც მართლები არიან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მართალი არის და უკვე გეგმების აღსრულებასთან დაკავშირებით ეს ჩანაწერი ან დელეგირება უნდა განხორციელდეს, ან რაღაცნაირად უნდა მოხდეს ამის შეცვლა. ბატონო ლევანი, მაგაზია საუბარი, მაგითო გეუბნებოდ, რომ თქვენ ვინმე უნდა გააკეთოს ამ შემთხვევაში თქვენ თლიანი სისტემა. ზოგს მთავრობა მიიღებს, ზოგს პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ თუ მარტო რანაირ ძლიერი სამინისტრო და კარგი უწყებაც არ უნდა იყოს, ეს მაშველი იქნება თუ სხვა ვერ გააკეთებს. ეს ამიტომ არის, რომ თქვენ ეს კონცეფციას ამუშავებთ და ძალიან კარგია, რომ იქ იყოს ყველაფერი. ამოგლეჯილად რომ შეთანხმდნენ მაშველები და
მუნიციპალიტეტი გეთანხმებით აბსოლუტურად არაფერი არ გამოამაგით, იმიტომ რომ ყველაფერს მოდევს თავისი ფინანსური და ასე. ამიტომ კარგია რომ თქვენ მიყვებით, რომ თლიანი კონცეფცია ზოგადი თემა, რა თქმა უნდა, იქ ბევრი რამე მე ცხოვრება გვაჩვენებს, რომ გამოსასწორებელი იქნება, რაღაც შესაძლებელი იქნება, მაგრამ თავარია რომ დაწყებული ეს მუშაობა და როგორც გავიგე 26 წლის 1 იანვრიდან მაქსიმუმ ამოქმედება და მას მოყვება მე შემდეგი რაც მოსაყოლია. აუდიტს ხომ არ აქვს რაიმე დასამატება? კარგით, ამით ამ საკითხის განხილვაც ამოწურულია. დიდი მადლობა ყველას, ვინც მობრძანდით და მუშაობაში მიიღეთ მონაწილეობა. ნახევარსაათში გვექნება კომიტეტი, კი ბატონო. მადლობა კიდევ ერთხელ.